ყველას მოგესალმებით, რა თქმა უნდა გისურვებთ კარგ და კეთილ დღეს. და რა თქმა უნდა წარმატებას. და თქვენი წარმატება გამხდარიყოს ასევე სხვა ადამიანებისთვის მოტივაციის მიმცემი. ეს კარგია რა. და ეხლა იმასაც არ ვიტყვი, ეხლა შურითაც გასყდება ვიღაცა, ეხლა ამას არ უნდა ის რაღაც და გამოჩნდებიან ადამიანები, აუ ეს ვინ არის საერთოდ და რაღაცა. რა თქმა უნდა თქვენ ის ადამიანები, რომლებიც მაგალითად 4 კუთხეში არიან მოქცეული, რომლითაც დაალაგებული აქვს რა თავისი სიზარმაცის გამართლება, ხო? შენსგან ვერ ღებულობს ამ ყველაფერს, აი შენ რო იწყებ შეიცვლას ბატონო რაღაც უკეთესისკენ წასვლას, ვერ ღებულობს და ხო ეგეთ ხალხს არ მიაქციოთ ყურადღება რა, თქვენი მოტივაცია რო არ ჩაკლან უბრალოდ და განვითარება არ გაგიჩერო. ხო, ეხლა დღეს რა თემაზეც მინდა ვისაუბრო, ეს ეხება ბატონო ტელევიზიაში გამოსულ სასულიერო პირებს. მამა დოროთე ყურაშვილს და მამა ილია თოლორაიას. ვამბობ, იმიტომ რომ ამ ადამიანებს მე ვიცნობ. პირადად ვიცნობ. ვისაუბრია კიდევაც ბატონო, კომუნიკაცია გქონია, განგვიმარტია, განგვიშლია ერთმანეთისთვის თემები ეკლესიის პრობლემებზე. ანუ რაც ხდება ეკლესიაში რა, ანუ მრევლს ეს არ ეცოდინება, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მრევლისთვის ეს ყველაფერი დაფარულია, იმიტომ რომ თვითონ მრევლს არ უნდა ეს რო გაიგოს. იმიტომ რომ ჯობია ხო აი ეს მოტყუებულ მდგომარეობაში ყოფნა უფრო კარგი არის რა, თან კიდე შენ ცოდვით მდგომარეობასაც ამართლებ ამით, იმიტომ რომ ახლა რაში მეკითხება მე ახლა მამაო ვინ არის, მე ჩემ თავს უნდა მივხედო და თან მამაოს გასწავლის ეს რომ არ განეკითხო ბატონო და არ იმას საქმე რა, მე რა რო ვთქვათ ხდება იცი რომ მამაები თქვათ კრიმინალს ჩადიან, ხო? არაფერი არ მეაქციო ყურადღება და ასე შემდეგ. ესე იგი, როგორც კი დავინახე ეს სასულიერო პირი მე ტელევიზორში, ვიფიქრე რომ მეთქი ეს ადამიანი გადააბავს, ანუ თავრობის თქვათ მინუსები ხო ისაუბრა, რომელსაც არავითარი გარჩევა არ უნდა, ეს თავრობა მიდის რუსეთში, ამას არავითარი ის არ უნდა რა, გამოკვლევა და რაღაცა ლოგიკა და იმის რა ქვია, ჩოთირი, რომ აი რაღაცა აი საიდან და როგორ პირდაპირ მიდიან, ამას არავითარი ის არ უნდა. თავიანთ შვილებს რა თქმა უნდა ევროპაში უშვებენ და ამერიკაში. იმიტომ რომ იციან რუსეთში ხო არ გაზდიან ახლა თავიანთ შვილებს. რუსეთში იციან რომ მოდა არის, იქ უნდა იყო და წარმატებული უნდა იყო რომ აი ბიდლა, რომელიც არის აი მონა პირდაპირ სისტემის ტვინ გამორეცხილი, უტიფარი, უნამოსო ადამიანი უნდა იყო და ყველაფერი ისე წავა როგორც საჭიროა და ზუსტად აი პირუტყვის დონეზე დაყვანილი საზოგადოება, რომელიც მარტო აქტოვანებას ომში და რაღაცა უბედურებებში ხედავს და თან კიდე ეს манипуляция ისიც რომ ერთმორწმუნე, არავითარი ერთმორწმუნე რუსეთი არ არის და საქართველოს იქ შეიძლება ხო კანონით გამოცხადებული არის რომ მაგათთან რელიგია არის ქრისტიანული მართლმადიდებლობა, მაგრამ 40% არის ბატონო თუ 50, დანარჩენი არის სხვა რელიგიის წარმომადგენლები ბატონო. და სხვათა შორის ეს სტატისტიკა იმატებს ყოველ წელს, იმიტომ რომ ქრისტიანობიდან ბევრი ადამიანი მიდის ბატონო სხვა რელიგიაში, იმიტომ რომ დაბრკოლება ხდება მათი ბატონო, იმიტომ რომ რუსეთის სასულიერო პირებსაც უყვართ რა, გაგულავება, გამოგულავება და კიდე სხვა ბნელი ცოდვები ბატონო, რომლებიც მაგალითად ჩვენს ეკლესიაში სამწუხაროდ ბუდობს. ეს ეხა მრევლი გინდა ხელები გაშალოს, აი ეს მეგანა არ მინდა, ეგრე გააკეთოს. არანაირი მნიშვნელობა რაც არის რეალობას ვერ შეცვლით და მალეთ რამდენი ხანიც გინდათ რა. რამდენი ხანიც გინდათ მალეთ და აი მამა დოროთე მე რო დავინახე ტელევიზორში, მე მეგონა რომ ეს კაცი ახლა გადააბავს მოყვება, სათქმელი რაც სათქმელი არის. იმიტომ რომ ეკლესია და მთავრობა ბატონო ერთად ძალიან კარგად ვაჭრობენ ერთმანეთში, ყველა მთავრობა. შევარდნაძის გარდა, სხვათა შორის შევარდნაძეცი მაინც შიში ქონდათ, იმიტომ ათეისტი იყო კაცი, არ წამდა სისტემა და თან იცოდა შიგნით რა ხდებოდა და ვინები იყვნენ ესენი. ოღონდ ეხა იმას შევარდნაძის აპოლოგეტად არ ჩამთვალოთ ეხა, იმიტომ რომ ეგეც ბნელი კაცი იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ იცოდა თავისი საქმე რა. ეხა უყურეთ. ეს კაცი საუბრობს ბატონო, ეს სასულიერო პირი და არაფერი ერთი სიტყვა არ უთქვია მაგალითად რომ საქართველოს ეკლესია არის რუსეთის საპატრიარქოს ფილიალი, აი პირდაპირ მნიშვნელობით რა. გადმოღებული აქვს იქიდან ყველაფერი. ბატონო, სასულიერო პირების ჯგუფი არის, რომლებიც ერთ-ერთში იმეორებს რუსი მღვდელის, ბატონო, ანდრეი ტკაჩოვის, ექსტრემისტი ქრისტიანის
ფანატი გაფრენილი უკვე აი რაღაცა სიკვდილზე და იმაზე, აი ომზე და იმაზე ესე საუბრობს და ქალების დამოკიდებულებაში, ხო? რომ აი რაღაცა ის არის რა, ანუ ჩვეულებრივ მოვლენათulis და ჩვენი სასულიერო პირები, რა თქმა უნდა, ინგლისურს ხო ვერ თარგმნიან ახლა. ინგლისური როგორ შეიძლება თარგმნო, ხო? ეს რა ქვია. წარწყმედილი ენა არის და რუსი მამაოს რაღაცა ნაბოდვარს, რომელიც აი აბსოლუტურად ყველა სიტყვა შეიძლება რომ გააკრიტიკო კაცმა, რომ დაუждე. აი ამას თარგმნიან და ერთ-ერთში ამეორებენ ბატონო და აი ამ ყველაფერს თავი დავანება და ეს მამა დოროთესგან არის მის. არის მის ასევე მამა დოროთესგან ბატონო ის შაბნელი საქმეები, რომლებიც თვითონ ჩემგან და კიდე შეიძლება სხვებისგანაც მოусმენია ძალიან კარგად იცის. რა ხდება ეკლესიაში ბატონო და ეს LGBT თემი რომ ეს ახალგაზრდა ვიღაცები კიდე რომ შემოყავთ ეკლესიაში, მეგონა გაჩერდნენ და არა და აგრძელებენ კიდე ამ ყველაფერს ჩუმჩუმად. ამ ყველაფერზე დუმილი, არაფერი ნათქვამი და თითქოს ქვეყნის აი ეს გაუბედურება თავრობის ბრალი ყოფილა რა და სასულიერო პირებმა აგვაშენეს. ამიგე ამ მეუფეებმა და იმეებმა რა. ეხლა არ მინდა ვიფიქრო რომ ეს თავრობისა და ეკლესიის შორის ვაჭრობა არის. რომ დღეს მათთვის გამოვიდა სასულიერო პირი, რომელიც მას აკრიტიკებს, მე ასეთ კაცად არ გიცნობთ თქვენ და მე არ მინდა ესე ჩავთვალო. რომ თქვათ აი ეს დივანი Devil's Wear Prada ეშმაკი ატარებს პრადას, აი მაგ ქალბატონის რაღაცა გეგმები არის რა. ეგ არ მინდა ვიფიქრო რა. ხო და ამიტომ მამაო ჩემ მიმართ 1% პატივისცემას თუ დაგჭათ. მიუხედავად იმისა, რომ მე თქვენთან ურთიერთობაში არც ტყუილით არ შემოსულ ვარ და საერთო ახლობელიც ყავს ისეთი, რომელიც მაგალითად სანდო ადამიანი არის რა და ჩემი თხოვნა იქნება უბრალოდ გაითვალისწინოთ, რომ ჯერ ეკლესია უნდა გამოვგავოთ და გამოსუფთავდეს, რომ მე მთავრობისკენ მივტრიალდეთ და რაღაცა ვილაპარაკოთ და მრევლი სანამ ცნობიერება ამაღლებული არ იქნება ბატონო და იქნება მოტყუებულ მდგომარეობაში თავრობის კრიტიკა დამიჯერეთ, რომ ამით მრევლს არავითარ არც სარგებელს არ მოუტანს და თან კიდე მრევლის კიდე ორად არის გაყოფილი რა. თქვენ თუ ამას ვერ ხედავთ, როგორ მიდის ერის დაქუცმაცება და დაშლა, რომელშიც უდიდეს როლს თამაშობს ეს გათახსირებული სასულიერო პირების დაჯგუფება, რომელიც არა თუ ზიანს აყენებს სულიერი კუთხით, ხორციელი კუთხითაც კი აზიანებს ადამიანებს რა. არ მინდა ეხა იმ წლების და იმეების ჩამოთვლა, ვინ რამდენი წლის რა შეემთხვა და როგორ შეემთხვა. ჩემი ის იქნება უბრალოდ თხოვნა, რომ 1% პატივისცემა თუ გაქვთ ბატონო ჩემი, რასაც მე არ გავალდებულებთ რა თქმა უნდა, ისე გეუნებით უბრალოდ, რომ არ არის საჭირო მთავრობის კრიტიკა, როდესაც ეკლესიაში ასეთი როგორ გითხრათ, აყროლებული სიტუაცია არის რა. ყველა მხრიდან აბსოლუტურად. გინდა იღე დიაყნები, მღვდლები, მეუფეები, ვინც გინდა, ნებისმიერზე აი რომ აი თითი რომ თვალდახოჭული რომ დაადო სურათებს ხელი, აი 1000 რაღაცა უბედურება ფაქტები არის მომხდარი, რომლის გამოც მაგალითად პასუხი არ აგეს ბატონო ამ ხალხმა. არ აგეს პასუხი რა. ხო და თქვენივე გამოცდილებაში გეუნებით, რომ თქვენ ხო იცით, რომ არიან სასულიერო პირები, რომლებიც მაგალითად თქვენივე გამოცდილებიდან გეუნებით, რომ კაცს რომ მასთან ქონოდა სექსუალური კავშირი ბატონო, ბერს იმაში სასმელში ჩაუყარა დამაძინებელი წამლები. ხო იცით ესეთი ფაქტი. მე ვფიქრობ ეს რომ მოყვეთ უფრო საინტერესო იქნება. რატო იცით, ადამიანი ფრთხილად იქნება მერე უფრო. მარტო ის არ არის თავდაცვა, რომ ვიცით, რომ ხო აი პოლიცია გამოვა და დუბინკას ვხითხავს თავში. აი ესე გეუნებით უბრალოდ, თქვენ ხო იცით ეს ფაქტები. რა, საქართველოს ეკლესიაში არ არიან ბარიგები, რომლებიც მაგალითად ნარკოტიკებს ყიდიან? არ არიან სასულიერო პირები, რომლებიც დღემდე ციხეში ზიან ამ რაღაცა გათახსირებულობისთვის, ხო? ზოგ ვინც ეხა დიდია და ვისაც პატრონი ყავს, იმათ ხო რა თქმა უნდა ხელს ვერ დააყარებენ, მაგრამ მე ისე გეუნებით უბრალოდ. თქვენ ხო იცით ეს ყველაფერი. მამათმავლები არ არიან? ეს ამთავრობამ რომ ტვინი შეჭამა ევროპაში მივდივარ და გაგვათხოვებენო,
ბიჭო, რა ვიცი, მეოთხე წელია და ჯერ ხელი არავის არ უთხოვია აქ და რა დონის დებილად გთვლის მთავრობა ხალხს, რომ აი ხა თემაზე არ მინდა გადავიდე. რა დონის დებილად თვლის მთავრობა და რამხელა დონის შეურაცხყოფა არის, რომ თურმე ევროპაში თუ შევა საქართველო, კაცებს გაათხოვებენ. ანუ ჩვენ რა პოტენციურად ძალიან ბევრი ლატენტური გეი ყავს, დამალული, დაფარული. თუ აი რა უბედურება არის, ვერ გავიგე, ბიჭო, ასეთი ტვინგამორიცხილი ხალხი, საიდან მოხვედით? კაი, ბიჭო, ის კომუნიზმი მორჩა, ხო? იქ რაღაცა 90-იანები ის ჩემი კაი, იმის კაი, ამის კაი, რაღაცები ხო გაიარეთ. ყველაზე არ ვამბობ, მაგრამ აი ეს ტვინგამორიცხილი ხალხი საიდან მოხვედით? და ამიტომ გეუნებით, მამაო, რა, ჩემი იმით გეუნებით. ამ ფაქტებზე რო ისაუბროთ, უფრო კარგია და უფრო ბევრ ადამიანს დაიცავთ, ვიდრე მაგალითად აი ჩემი სიტყვა ისე გეუნებით უბრალოდ რა. ეს თავრობა წამსვლელი არის. ეს თავრობა არ იქნება. მოვად რო წავლენ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეხა პირდაპირ ვამბობ, ბიზინა ივანიშვილი ეს არის ადამიანი, რომელიც თავის ფულს როგორც კი შეემთხვევა საფრთხე, ეგ გავათამაშიდან რა. მაგრამ მოვა უარესი ბატონო, როგორც ყოველთვის რა. ეხლა ჩვენ ყველა ეტაპი გავიარეთ, ყველა უარესი მოვიდა. იმიტომ რომ ცნობიერება ხალხი ვერ იზრდება. გამიგეთ? და ხალხი ვერ ხვდება რომ ის თავრობა რომ მოვა, თავრობა კი არ გიშველი, შენ თვითონ უნდა უშველო შენ თავს. გამიგეთ? და ამიტომ ვამბობ რომ თქვენ როდესაც გამოდიხართ და მთავრობას აკრიტიკებთ, როდესაც ეკლესიაში ასეთი აყროლებული სიტუაცია არის, არ მინდა აზრი შემექმნას იმისი რომ ეს არის რა კიდე ერთხელ ვამბობ, იმ ქალის თამაშების სამდივნოში რო არის ბატონო, ჩვენი ქალბატონი, ბატონო ერის სიამაყე, შორინა თეთრუაშვილის თამაშებზე არ მინდა რომ ვიფიქრო ეს თქვენზე რა. რომ ეს მიდის თავრობასთან ვაჭრობა, რომ აი ეხა გაკრიტიკებ, ახლა ისე ჩვენ ეს ვიცით. მე ეს ვიცი პირადად როგორ ხდება. და ამიტომ ვამბობ უბრალოდ, არ მინდა რომ შემექმნას ესეთი აზრი. საწყენი არის რა. მე ესე გიცნობთ. წესიერი ვაშკაცის სასულიერო პირი, რომელიც სიმართლეს დაუდგება გვერდში ბატონო. მე ესე გიცნობდით თქვენ. და არ მინდა რომ შემეცვალოს აზრი. მე ჩემი ის არის უბრალოდ აზრი ეს, რომ თქვენ უნდა თქვათ ის, რაც ეკლესიაში ხდება. ამით უნდა დაიწყოთ და არა იმის, რა ქვია, აი რაღაცა იმან გომელაურმა რახნა და ეს ანრი ოხანაშვილის კოსტუმი რო არ უხდება. ხო, ეს რა არის, კაცო? რისი მომცემი თავრობა გვიწყვიტავს ჩვენ იმას, რა ქვია, სოციუმში რა და როგორ მოხდება? კი, რაღაცა პროცენტით ხო, რაღაცაში წყვეტავს, მაგრამ ცნობიერებით გაუზრდელი ხალხი რო ყავს, ქრისტიანები ვართ, ქრისტიანობა არ ვიცით. არის ხალხი, რომელსაც სახარება საერთოდ არ წაუკითხავს, ბატონო. დაბრკოლებული ხალხი, კითხვა გაუცემელი რამდენი ისინი არის, რა ქვია, პასუხგაუცემელი კითხვები. მიმართო იმას, რა ქვია, ეკლესიას კაცშული პასუხს არ გახსენს, თუ რამე ისეთია მან სერიოზული მომხდარი. ხო და ეხლა მამაო, როგორ გავიგოთ, კაცო, მთავრობას უთითებ, არასწორად იქცებიო და ეკლესიაში ისა, რა ქვია, ორგიები რო ხდება? ყველა კუთხით, იქეთაც და აქეთაც. და რა ვიცი ეხლა, ისე კიდე არ მინდა რა რაღაცები მოვყვე რა. არ ვიცი თუ ნახავთ ამ ვიდეოს, გაითვალისწინეთ და თუ არა და გააგრძელეთ. მე გეუბნებით რომ ეს შედეგს ვერაფერს ვერ გამოიტანს რა. ეს ამან შეიძლება მოიტანოს დროებითი რაღაცა პერსპექტივა რა ეკლესიაში, რაღაცა წინსვლა. თორე სხვა დანარჩენი, რა ვიცი, მე არ ამგონია მამა, მე არ გიცნობთ ესე. მე ნახდად არ გიცნობთ ესე, არ ფიქრობდი. და არ მინდა ვიფიქრო ესე რა. ჯობია იმ პრობლემებზე ისაუბროთ, რაც თქვენ იცით. მე პირადად პასუხისმგებელი ვარ, კაცო, ჩემ ნებისმიერ სიტყვაზე. ჩემგანაც და შეიძლება სხვისგანაც მოგისმენიათ, კაცო, რა ხდება ეკლესიაში რა. ეხლა ჩვენ ხო ვიცით, რომ ჭორის ლაპარაკი და ჭორის დონეზე ყველგან ისმის ეს ყველაფერი, რომ ეკლესიაში რაღაცა რიგზე ვერ არის. ხო და ამიტომ მე ჩემი რჩევა არის რა, თუ გაითვალისწინებთ, რა თქმა უნდა, არც იმას გავალდებულებთ, რა თქმა უნდა, რომ გაითვალისწინოთ. ჩემ აზრს გეუბნებით უბრალოდ. ჯობია ისაუბროთ იმ პრობლემებზე, რაც ეკლესიაში არის. ეს არის უფრო მთავარი, ვიდრე მაგალითად, აი რაღაცა ხო იქ თავრობის იმეებზე რა, წევრებს. თავრობის საქციელებს გაშიფრვა არ ჭირდება.
ისინი პირდაპირ კი რუსეთში მიდიან და იქ მიდიან, ოღონდ მაგათი შვილები ევროპაში მიდიან რა, რომ კარგად იცხოვრონ, დახმარება ის რაღაცა სწავლა უფასოდ ბატონო რაღაცეები. ჩვენ ხალხს ხო გააუბედურებენ და აგერ რუსეთში გაუშვებენ რა. იძულებს გახდიან ისეთ სიტუაციას, რომ კაცმა თავისი ქვეყანა დატოვოს ხო და მე ვფიქრობ ეკლესია ვაჭრობს კაცოს დღეს მთავრობასთან, როგორც ყოველთვის. ამიტომ ამაზე ვისაუბროთ უფრო ჯობია, ჩემი აზრით რა. უფრო მეტ სიკეთეს და მეტ ნაყოფს გამოიღებს თქვენი ხსახციელი, ვიდრე მაგალითად გამოსვლა ეხა ტელევიზორში და თეთრი რო თეთრია და შავი ის ვილაპარაკოთ, რომ აი რაღაცა იმასაკნა რა. ხო, რომ აი თავრობის მიმართულებები და რაღაცა და ასე შემდეგ და ერთი ისიც მინდა დავამატო. ჩვენ ზიამაღლობელი ამ ქალბატონს მე არც ვიცნობ საერთოდ. ისევ ამბობ მომავალში რა, რომ აი ჩვენ მაგალითად საქართველოში ყავს ბატონო ილია თოფურია, მერაბ დვალიშვილი, რომან დოლიძე ბატონო და კიდე აი ეს UFC-ს მებრძოლები და ასე შემდეგ. ეხა პოპულარიზაცია იწყება და რა თქმა უნდა უფრო პოპულარული ხდება ეს ქალების UFC რა. ანუ ბრძოლა წესების გარეშე. ამ ზიამაღლობელს ასეთი ძლიერი დარტყმა თუ აქვს. გამოვუშვით იმ ციხიდან მოემზადოს და წავიდეს ამერიკაში გვასახელოს რა, ხეთქავს 1-2 და კამარსაც მიიღებს ბატონო იმაზე და თან ეს ქართველს უფრო გაუხარდება, გამიგე რომ აი ჩვენ სოფლიოს ჩემპიონები ვარ და ასე შემდეგ რა. ეს თავრობას ურჩევ რა, რომ ასეთი მაგარი დარტყმა თუ აქვს ამ ხალხზე ეს პოლიციას მარცხენა კბილები მარჯვნივ გადაულაგა. მაშინ ამ ადამიანს ციხეში რა უნდა გაცო? ეს ადამიანი უნდა გამოვიდეს და საქართველოს უნდა ასახელოს ბატონო ბრძოლა წესების გარეშეში. აბა წარმატებები მეგობრებო. თუ თავის იმას ძალიან გამიგზავნა ეს ვიდეო, როდის გიხდით, მაგრამ უბრალოდ არის რა რაღაც თემები რა, რომელიც გროვდება და აი რაღაცა იმას უნდა მეთქვა რა. ეს არის და ეს. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ და რავი, ღმერთმა უშველოს რა ჩვენ ხალხს რა. ქვეყანას არ ვიტყვას, ქვეყანა რჩება, მიწა დარჩება, მაგრამ ხალხი იქ ვინ ცხოვრობს, იმათ უშველოს რა და გონება გაგინათოთ რა.